ანასტასია ოქროშვილი მოდის და არ შეიმჩნიო. Გაიმები ბესეთკაში ყოფილა, როგორც ყოველთვის. ანასტასია ვინმე ლაპარაკობს, გესმის შენ რამე ხმა? კი ოქროშვილი დგას აქ. გასუქებულა და კამარი ორი ნახრეთის იქით გადაუწევია. გასუქდებოდა, აბა რა იქნებოდა ისეთი ჭამა მაგან ჩვენთან. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მივჭამე, ხوار გახსოვს ვის კონდა დალურჯებული თვალი ჩხუბის მერე. იგი იმიტომ რომ დაგინდე, მაგასაც რა ვერ ხვდები. შემეძლო რომ ჩამერტყე შუშის ბოთლი შენთვის თავში და იქვე დასრულდებოდა ყველაფერი. აუ თეკ მოდი ვაღიაროთ, რა ეგ ბოთლი არ კი არა ვერ ჩაარტყი. ვერ წვდებოდი ისე ყავდით მე ბიტაჭერილი. ახლაც საჭერილი მყავს. თუ არ გაკეთებ იმასაც გეტყვი, ეგრევე Facebook-ზე აიტვირთება. ერთი წუთი შანტაჟის ზონი მეცა. შანტაჟიც კი არა ძეხვის და ლუდის სუნი დგას ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან რო გამოვიძახე. 20 ლერის მერე უფასო მიტანა და მაგას ვერ გავმაზავდი. აი მოვიდა კურიერი მოვალე ხლავე. ლუდი გვექნება, ძალიან ცუდია ოქროშვილი რო ვერ დალევს. ენაიჩლება ხოლმე ალკოჰოლს რო სვამს. თუ ეგ ისედაც ეგრეა. რა თქვი გაგა? მქონი რა ძალიან ნამეტანი მოგვივიდა ხა? ხო, წიხლი არ უნდა ჩაგირთხა კუჭში, მithumetes რომ ანასტასია გვაშველებდა. გამშველებელს მეტი ხვდებაო მართალი ყოფილა.